თქვენ მე მახსოვს რომ ამბობდით რამდენიმე დღეში კიევი აღებული არის მე მახსოვს ეგ თქვენ ეთერებში ამერიკის ხრიდან ეკეთდებოდა განცხადებები რომ რუსეთი უკრაინას რაღაც 72 საათში აიღებს. ოღონდ გიჟური მოლოდინია რაღაცა 3 დღეში 4 დღეში იმიტომ რომ ერაყვი მაგალითად ბაღდადი ამერიკელებმა აიღეს 20 დღეში. ანუ 40 დღეში იყო პოლოსადური სისტრაფის ოპერაცია. 2 დღეში იმდენად გიჟური მოლოდინია რომ 2 დღეში სამხედრო კოლონა ვერ გაივლის ქვეყანას. იმისთვის სახელდებოდა რომ მე შემდეგ იქნას გამოყენებული პროპაგანდა. საერთოდ ჯარი არ არსებობს დედამიწაზე უკრაინა რო 2 დღეში აიღებს. რო აი თქვენ ამბობდით რომ 3 დღეში კიევს აიღებს. პირველი ეგ ჩვენ ტექსტი არ იყო მაიკლ მილი ამბობდა და ციტირება მოახდინეთ ჩვენ რას ვამბობთ გეტყვე კონკრეტულად რაც არასწორად დავთვალეთ. ჩვენ ვამბობთ რომ რამდენიმე კვირაში ეგ ამბავი მორჩება. ეგ ერთი. მეორე, სინამდვილეში ჩვენ ეგ პროგნოზი რატო ქონდა რაციონალურად გეტყვი, იმიტომ რომ დაახლოებით 1 თვის მერე შეჭრიდან სტამბულში დაიწყო მოლაპარაკებები, რომელზეც უკრაინული მხარის განცხადება, რომელიც ამბობს, შეჭრიდან 1 თვეში ომი უნდა დასრულებულიყო, იმ გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ შედის, ხელს ვაწერდით, დანარჩენი დონბასის სტატუსი განისაზღვრებოდა, ყირიმის თემაზეც მერე შეიძლება დალაპარაკება მოხდარიყო, ანუ ბევრად უფრო უკეთეს ვარიანტში, ვინდრე ეხლა არის, უკრაინის ომი მთავრდებოდა. მაგ ვერსიით ტერიტორია მეტი რჩებოდათ, ნაკლები ადამიანი მოკვდებოდა. არანაირი თვისობრივი განსხვავება შედეგზე არ დადგებოდა, იმიტომ რომ ეხლაც გარკვეულია, რომ უკრაინა ნატოში ვერ შედის. ყირიმის სტატუსზე გადაწყვეტილება როგორი იქნებოდა? ეგ არ იყო იქ ჩადებული, იყო რომ ყირიმის სტატუსზე მერე დავილაპარაკოთ. დაკარგვა. ეხლა რაც არის სტატუსკო ფრონტის ხაზზე გაყვეს, ეხლა დაკარგვა არ არის? ეხლა ომი მიდის და ეხლა ყირიმის გარდა ისევ რუსეთი არ კიდე თანხმდება. 3 მაგდენი, იმიტომ რომ რუსეთი თulis რომ უფრო მეც აიღებს.